EUTOS სადამკვირვებლო მისიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ საქართველოში სამდღიანი ვიზიტი გააუქმეს. მას შემდეგ, რაც კაუმას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე პარტნიორებმა შეერთებული შტატებიდან მოუწოდეს, რომ საქართველოში ჩამოსასვლელად ვიზიტი დროული არ იყო და შესაბამისად ეს ვიზიტი უნდა გაეუქმებინა. სწორედ ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ჯო უილსონი, რესპუბლიკელი კონგრესმენი, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებით თუ რა თქმა უნდა პია კაუმმა ჩამოვიდა საქართველოში, ის ლეგიტიმაციას აძლევდა ქართულ ოცნებას და ეს ყველაზე მეტად უნდა ახლა ბიძინა ევანიშვილს, ამიტომაც პია კაუმამ ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის წერილით და ქვეყნის შიგნით ხალხის მოთხოვნაც გაითვალისწინა, ამიტომაც მან ვიზიტი გაურკვეველი ვადით გადადო. რაც შეეხება უშუალოდ ჯო უილსონის კანონპროექტს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში უახლოესი დღეების განმავლობაში დარეგისტრირდება, ეს არის ქართული კოშმარის არაღიარების აქტი, რომელსაც კონგრესმენი ჯო უილსონი უწოდებს და ის დემოკრატ სტივ კოენთან ერთად აპირებს, რომ მიმდინარე დღეების განმავლობაში შეიტანოს და დაარეგისტრიროს კონგრესში აღნიშნული კანონპროექტი. ჯო უილსონი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ აპატრიებს ქართულ ოცნებას ჩინეთთან და ირანთან თანამშრომლობას, შესაბამისად დიდი ალბათობით აქტი, რომელსაც ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, როგორც რესპუბლიკელების, ასევე სენატორების, დიდი ალბათობით მხარდაჭერილი იქნება, როგორც ზედა, ისე ქვედა პალატაში შეერთებული შტატების კონგრესისა, შესაბამისად ეს ქართული ოცნებისთვის იქნება უმძიმესი გადაწყვეტილება. ანუ გამოდის, რომ 3 იანვრიდან, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი შეიკრიბა, კონგრესმენები მსჯელობენ ერთი ქართული ოცნების არაღიარებაზე და ერთადერთ ლეგიტიმურ ძალად გამოაცხადონ სალომე ზურაბიშვილი და მეორე ეს არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მისი უახლოესი გარემოცვის და იმ ადამიანების დასანქცირება, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოში დემოკრატიას. ოპოზიციას, რა თქმა უნდა, აქვს საკმაოდ მაღალი მოლოდინები აღნიშნული კანონპროექტებისა, რადგან ფიქრობენ, რომ არაღიარების შემთხვევაში ქართული ოცნება კიდევ უფრო მეტად საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა და ეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის იქნება უმძიმესი განაჩენი. როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში წარმომადგენლობით პალატაში და ყველაზე უფრო მნიშვნელოვან თავისუფლების, ასე ვთქვათ, ინსტიტუტში ხდება ზუსტად არალეგიტიმურობის აქტის დარეგისტრირება და ამაზე მსჯელობა. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ქართული ოცნების ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პრაქტიკულად საერთაშორისო იზოლაცია კი არა, დასასრული საერთაშორისო არენაზე უკვე არის ძალიან აშკარა. კონგრესში მსჯელობა არალეგიტიმურობაზე და არაღიარების აქტზე არის ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშნავს იმას, რომ არასოდეს დასანქცირებულ რუსეთთან თანამშრომლობაში დასანქცირებულ ბიძინა ივანიშვილს არასდროს არ ექნება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სამართლებრივი თუ ზოგადად მორალური ლეგიტიმაცია. არსებობენ დიქტატურები და ეს ავტოკრატი ლიდერები, რომლებიც არაღიარების და სანქცირების რეჟიმშიც კი ათწლეულობით ინარჩუნებენ ხელისუფლებას. ჩვენ ასე რო არ დაგვემართოს, არის მეორე მხარეს მაგალითები, როდესაც რამდენიმე კვირაში შეიძლება ესეთი ხელისუფლება ჩამოიშალოს და მისი რეიტინგი როგორც წესი ნულის ტოლფასია ხოლმე. სანქციებით მათი რაღაცა მიმართულებით იძულება შეიძლება რთული აღმოჩნდეს და დიქტატორებს ეს ჩვევიათ ხოლმე გაჯიუტება თავის გადაწყვეტილებებში და ეს ავტოკრატიული მიტაცებული ხელისუფლებებზე ჩაბღაუჭება. ამიტომ სანქციების მთავარი მიზანი უნდა იყოს ის და დარწმუნებული ვარ ასეც არის, რომ ბიძინა ივანიშვილს, ისევე როგორც სხვა დიქტატორებს, გარშემო მხარდამჭერები შემოეცალოს ხელიდან და შემოიბრწყვნას ეს რეჟიმი. საკმაოდ ვრცლად ისაუბრა საქართველოზე ომში მყოფმა პრეზიდენტმა ვლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინულ რადიოსთან საუბრის დროს თქვა ის თუ რა ხდება საქართველოში და თქვა ის, რომ საქართველოს ხელისუფლება მიუხედავად გაყინული კონფლიქტებისა საქართველოს უკან რუსეთისკენ აბრუნებს. ვლოდიმირ ზელენსკი პირდაპირ ამბობს, რომ პუტინი შეეცდება დაიბრუნოს გავლენები ყველგან, სადაც დაკარგა და სადაც საბჭოთა კავშირის გავლენები ვრცელდებოდა და ამაში მას ეხმარება საქართველოს ხელისუფლება მიუხედავად იმისა, რომ ქართული ხალხის უმრავლესობა სურს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია. საქართველოს ხელისუფლება მათ უკან რუსეთისკენ აბრუნებს მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არის გაყინული კონფლიქტები და გაყინული კონფლიქტის არსებობა, რა თქმა უნდა, ხელს უშლის საქართველოს ისევ როგორც უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესს.
მე არ მინდა ვილაპარაკო ამ ბანალურ საკითხებზე, რომ მას სურს საბჭოთა კავშირის ყველა ტერიტორიის დაბრუნება და გავლენის ქონა მათზე. ის ამას ნელ-ნელა აკეთებს. მე უბრალოდ არ მინდა. ხალხმა უნდა იცოდეს დეტალები, მაგალითად საქართველო, რომელიც მიიწევდა ევროკავშირისა და ნატოსკენ, მთლიანად ბრუნდება რუსეთისკენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ გაყინული კონფლიქტები. მათ აქვთ აფხაზეთი, იგივე რაც ჩვენთან დონბასში ხდება, რომელიც კონტროლდება შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ. აფხაზეთი არ ვითარდება, ის უბრალოდ საქართველოს ძალიან ლამაზი, მაგრამ ჩამკვდარი ნაწილია. თუ ოდესმე შესაძლებლობა გექნებათ, წადით იქ. თქვენ გაიგებთ, რომ ის უბრალოდ ჩაკვდა, რადგან პუტინს ასე უნდოდა. მას უნდოდა არ დაეშვა მათი განვითარება, რადგან გაყინული კონფლიქტი ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირში არ მიგიღებენ და ნატოშიც ცხადია არა, რადგან ახლა ასია, გაყინული კონფლიქტის გამო არ გიღებენ და ეს პუტინის ნამოქმედარია. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დაკარგოს ეს გავლენა, ანუ მან საქართველო უკან მიაბრუნა. ახალგაზრდები, სტუდენტები ყველა ტოვებს ქვეყანას და ეს ფაქტია. საქართველოს საკმაოდ მცირე ქვეყანაა და ისინი სწავლენ. მათ სურთ ევროპაში ცხოვრება, მათ სურთ განვითარება. ზოგი შეერთებულ შტატებში, ზოგი ევროპაში, ზოგი ევროკავშირში, ზოგი ბრიტანეთში. პუტინი ყველაფერს გააკეთებს იქ, სადაც მან დაკარგა გავლენა, სადაც საბჭოთა კავშირის გავლენა იყო. ის ყველაფერს უკან მიაბრუნებს, რამდენადაც ეს შესაძლებელია. იანვარი ქართული ოცნებისთვის იქნება ძალიან მძიმე, რადგან იანვრის პირველივე დღეებში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი გადავიდა მოქმედებაზე. კონგრესში უკვე რეგისტრირებულია მეგობარი აქტი, კანონპროექტი, რომელიც ბიძინა ევანიშვილის პარტიის და მისი გუნდის ყოვლისმომცველ სანქცირებას გულისხმობს და ასევე უახლოეს დღეებში ორპარტიულად რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები ჯო ვილსონი და სტივ კოენი წარადგენენ კიდევ ერთ უმძიმეს კანონპროექტს ქართული ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს მათ ასე ვთქვათ არალეგიტიმურად გამოცხადებას. არსებობს მოლოდინი იმისა, რომ კანონპროექტის დარეგისტრირების შემდეგ დაჩქარებული წესით მოხდება ორივე კანონპროექტის განხილვა კონგრესში და მათი დამტკიცება. საბოლოო ჯამში კი არის მოლოდინი, რომ მეგობარი აქტის ნაწილი გახდება კანონპროექტი არაღიარების შესახებ და საბოლოო ჯამში ერთ მთლიან დოკუმენტად დარეგისტრირდება, რომლის ძალაში შესვლის შემთხვევაში ტრამპის ადმინისტრაცია ვალდებული იქნება, რომ კანონში გაწერილი ყველა მოთხოვნა, რაც არის არაღიარება და ბიძინა ევანიშვილის რეჟიმის სანქცირება სისრულეში მოიყვანოს.